არნოლდ შვარცენეგერმა დაწერა წიგნი. წიგნი არ დაუწერია სინამდვილეში პატარა ბროშურა, მემუარებიც არ არის. ესე ქვია 77 რჩევა 77 წლის კაცისგან. 77 რჩევა 77 წლის კაცისგან და ძალიან კარგი წასაკითხია, პატარა სხვისი აზრებია, რა თქმა უნდა, თავმოყრილი მისი გამოცდილებით გადმოცემული, ამითი არის საინტერესო. და ამბობს ეს კაცი, რომ ყველა მეკითხებოდა, როცა იყო სპორტში და დიდი კუნთები ქონდა, გემახსოვრებათ, რომ როგორ გავიხადო ეგეთი კუნთები, არნოლდ, მეც მინდა ეგეთი კუნთები. ხო? ხო, შვარცენეგერი ვითხარო. ეს ამბობს, რომ ეგ არის არასწორი შეკითხვა, როგორ გავიხადო ეგეთი კუნთები, ან როგორ მქონდეს მაგდენი ფული, ან როგორ მქონდეს ეგეთი სტატუსი სოციალური, ან როგორ მქონდეს ეგეთი თანამდებობა, ეს კაცი ამბობს, რომ არის არასწორი შეკითხვა. და სწორი შეკითხვა არის, მე როგორი უნდა ვიყო, რომ გამომესხას ეგეთი კუნთები. მე როგორი უნდა გავხდე, როგორ ადამიანს აქვს ეგეთი კუნთები, როგორ ადამიანს აქვს ჯანმრთელობა ეგეთი, როგორ ადამიანს აქვს ეგეთი დანაზოგი, როგორ ადამიანს აქვს ეგეთი კარიერა. იმიტომ რომ ვერავის და ვერაფერს ვერ შეცვლით, სარკეში მაყურებელი თქვენი თავის გარდა. ანუ ერთადერთი რეალისტური რჩევა, თხოვნა ოქროსთევსთან არის მე შემცვალე ღმერთო. ანუ სამი რამე ხო გახსოვთ, ერთი მე მეხება, მეორე ეხება საახლობლოს, მესამე ეხება სამსახურს. სამივე ეხება მე შემცვალე ჩემ თავთან მიმართებაში არის პირველი, მეორე არის მე შემცვალე დედასთან ან შვილთან მიმართებაში, მესამე არის მე შემცვალე სამსახურთან მიმართებაში, ხო? ანუ სამი თხოვნა ოქროსთევსთან არის მე შემცვალე. სამსახურში ასეთი გამხადე, უფრო მშვიდი, უფრო კარგი მომსმენი, უფრო ბეჯითი, უფრო ასეთი პირიქით შეიძლება უფრო ნაკლებად ემპათიური, რომ სხვისი საქმე არ ავიკიდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მე შემცვალე. სამივე სურვილი არის მე შემცვალე. როგორც კი თქვენ იტყვით, რომ რა უბედურებაა, ესე იგი ეს რატო არის ასე? ხო? ბევრი რამე გვაწუხებს, ხო? საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რავის ტრანსპორტში, იმაში. იცი რა შეკითხვა მაქვს, შენ რა გააკეთე, რომ საცობი არ ყოფილიყო? შენ რა გააკეთე? სამი მანქანით არ წაიყვანე 1 სექტემბერს ბავშვი? იმაში სკოლაში მე მგონი წაიყვანე. ის არ გააკეთე, მარტო არ დადიხარ კოლეგები ჯგუფდებით და ისე დადიხართ, არ ამგონია. ხო და იმგენმა გააკეთონ, ესე იგი კი ბატონო, ესე იგი, მაგრამ არ გამოდის ესე. ანუ და ჩემ მეგობრები რომ დამიჯდებიან, ძალიან ესეთი ისა აქვს. თქვენ მეგობრებსაც ექნებათ ესეთი ჩვევა, რომ ჩვენი ბაბლი ხო იცით რა არის? ბუშტულა, ესე იგი, სათბური, რომელს ყველას ერთნაირი აზრი აქვს. რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ. დადგებიან ესენი და ერთმანეთს უყვებიან, რომ ის არის სწორი გზა. ის, ჩვენ რო ვიცით. ხო? და ესეუბნება, რომ ეს არის სწორი გზა. ისეუბნება, რომ იცი რატო არის ეგ სწორი გზა, რომ ამიტომ. ისეუბნება, რომ მე წიგნი წავიკითხე და ეგ შენ მართალი ხარ და ორჯერ სწორი გზა. და ამათ ვეუბნები, რომ ერთ წუთი, ესე იგი, მარნეულში იყავით რომელიმე? მარნეულში თუ იყავით და ერთ ამომრჩეველს თუ ელაპარაკეთ. ერთმანეთთან გევასებათ ლაპარაკი? ხო? იმაში ბუშტულაში? ხო? რავი, კი ბატონო. მაშინ რა ვქნათ, იცით, სკოლაში მასწავლებლებმა ერთმანეთს უმტკიცონ, რომ სწავლა მნიშვნელოვანი. ბავშვებს კი არ უმტკიცოთ, ვისაც სწავლა არ უნდა. ერთმანეთს უმტკიცონ, რომ სწავლა მეცნიერებმა სამეცნიერო დაწესებულებაში და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ცვლილებას ჭირდება ძალისხმევა, ჭირდება ამ ბაბლიდან გამოსვლა რაღაცნაირად და ჭირდება რაღაცა სითამამე. უნდა შეიცვალოს, სხვანაირი უნდა გახდეს.